გაიუს იულიუს ცეზარ გერმანიკუსი, ცნობილი როგორც კალიგულა, რომის იმპერატორი ქრისტესშობიდან 37-41 წლებში. მეტსახელი კალიგულა ჩექმის კნინობითი ფორმაა. კალიგა ჩექმა შეარქვეს ლეგიონერებმა თავიანთ სარდლის პატარა ბიჭს. ჩაცმულ სამხედრო ფორმასა და ჩექმებში. იგი არა მარტო რომის ისტორიაში, არამედ მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში შევიდა როგორც დაუნდობელი მიზანთროპი. კაცთმოძულე ტირანი, რომელზეც საკუთარმა მამობილმა თქვა: გაიუსი საკუთარი თავისა და ყველას დასაყრდნად ცხოვრობს. მისი სახით მე ვზრდი ჰიდრას ანუ ორჩხულს, რომაელი ხალხისთვის და ფაეტონს ანუ ღვთაებრივ დემონს, მთელი დედამიწისთვისო. მას არ შეეძლო აილაგმა ხასიათის თანდაყოლილი სისასტიკე და მანკიერება. ხარბი ცნობის მოყარეობით შეპყრობილი ესწრებოდა წამებასა და სიკვდილით დასჯას. ტახტზე ასვლის შემდგომ უპატივცემულობას იჩენდა სენატორების მიმართ, მათ ვისაც ყველაზე მაღალი თანამდებობები ეკავათ, აიძულებდა უკან გაჰყოლოდნენ, მის ეწყს და რამდენიმე კილომეტრი ფეხით ერბინათ. სადილობის დროს კი წელზე ტილოშემორტყმულები მისი სარეცელის თავსა და ბოლოში დამდგარიყვნენ. ბევრი სენატორი გაუხმაურებლად დასაჯა სიკვდილით, მაგრამ თითქოს ცოცხლები ყოფილიყვნენ კვლავ ეპატიჟებოდა თავისთან. ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ იცრუა და გამოაცხადა, რომ მათ თავი მოიკლეს. ასეთივე სისასტიკითა და ქედმაღლობით ექცეოდა სხვა წოდების მქონეებსაც. გლადიატორთა არენაზე გაჰყავდა დაუძლურებული ცხოველები და საცოდავი მოხუცები. ამ უბედურთა სისხლის ზღვრით დიდად ერთობოდა. იყო შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ბეღელს ხურავდა და ხალხს შიმშილობისთვის იმეტებდა. როდესაც სანახაობისთვის განკუთვნილ გარეულ მხეს და გამოსაკვებად საჭირო საქონელი გაძვირდა, ბრძანა ისინი დამნაშავე პატიმრებით გამოეკვებათ. თავად დადიოდა სატოსაღოებში და ბრძანებდა. წაიყვანათ ყველა მელოტიდან მელოტამდე. ეს რომაული ანდაზაა და ნიშნავს განურჩევლად ყველას. ყოველთვის მოითხოვდა სიკვდილმისჯილი მოკლე და ხშირი დარტყმებით მიიყვანათ სიკვდილის პირას. ამასთანავე ხშირად იმეორებდა თავის ცნობილ ბრძანებას. ისე ურტყი, იგრძნოს რომ კვდება და ებძულდე ოღონდ კი ეშინოდეთ. კალიგულას რომაელ ხალხსაც არაერთხელ უთქვამს: ნეტავ რომაელ ხალხს მხოლოდ ერთი კისერი ჰქონდესო. დარდობდა, ჩემი მმართველობის საერთო კეთილდღეობის გამო დავიწყებას მიეცემაო. კვლავ და კვლავ ოცნებობდა ჯარების განადგურებაზე, შიმშილზე, ჭირზე, ხანძარზე ან მიწისძვრაზე მაინც. დიდებულ ნადიმზე უესრად ხარხარი აუტყდა. გვერდით წამოწოლილმა კონსულებმა ლაქუცით კითხეს: რა გაცინებსო? მან კი უპასუხა: ის მაცინებს, რომ ჩემი ერთი თავის დაქნევაც საკმარისია ორთავეს ყელი გამოგჭრანო. შური და ბოღმა არანაკლები იყო მასში, ვიდრე სიამაყე და მრისხანება. იგი ადამიანთა მოდგმის თითქმის ყველა თაობას მტრობდა. იმდენად გარყვნილი იყო, რომ საკუთარ დებთან, ნათესავებთან და მეგობრების ახლობელ მანდილოსნებთან თანაცხოვრობდა. იმდენად თავხედი იყო, რომ ამ ამბებს მერე იმათ უყვებოდა, ვის ცოლთანაც ან შვილთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ყოველთვის ამბობდა, ან მოგრძალებულად უნდა იცხოვრო, ან კეისარევით. კალიგულა განგმირეს. ჯერ პირველი მახვილი დაჰკრეს და შემდეგ კიდევ 30 ჭრილობა მიაყენეს. მისი გვამი მალულად წაიღეს ლამიას ბაღებში და სანახევროდ დაწვეს. ხოლო შემდეგ ბელტები მიაყარეს. მოგვიანებით გადასახლებიდან დაბრუნებული დები ჩამოვიდნენ. ამოთხარეს საფლავიდან, კვლავ დაწვეს და დამარხეს. 29 წელი იცოცხლა. 3 წელი, 10 თვე და 8 დღე მბრძანებელი იყო. ამ ხნის მანძილზე მას ერთი სიკეთეც არ ჩაუდენია. მისი უახლოესი მეგობრებისთვისაც კი. მსოფლიო ისტორიაში იგი შემორჩა როგორც მიზანთროპი და დღესაც მისი სახელის ხსენება ყველა ადამიანში ერთგვარ უარყოფით ემოციას აღწევს.